რიგში მინდა გითხრათ თქვენი გუნდი ნაციონალური მოძრაობა ძალიან ხშირად აკრიტიკებს ხოლმე ხელისუფლებას მართლ გუნდს იმაში რომ ისინი ცდილობენ რამენაირად გავლენა მოახდინონ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ასე ვთქვათ თვითონ ამაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც ისაუბრა დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ხვდება კონსტანტინე კუბლაშვილს თქვენი შეფასება ამ პროცესისადმი რამდენად თავისუფალია დღეს სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან როგორც ერთი ისე მეორე მხრივ კი ბატონო მოგესალმებით ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაზე თუ საუბრობთ კარგი იქნებოდა რომ სასამართლო ხელისუფლებას ისტორიული კუთხით გადავავლოთ თვალი მის ისტორიას როგორ ჩამოყალიბდა 9 წლის წინ ჩვენ გქონდა სასამართლო რომელიც იყო აბსოლუტურად კორუმპირებული ეს არ არის ჩემი აზრი ეს არის აღიარებული ფაქტი შემდეგ წლებში მოხერხდა სასამართლოს განთავისუფლება სრულიად კორუფციისაგან და შექმნა შესაბამისი კანონმდებლობის რაც უზრუნველყოფდა მათ დაცულობას მოსამართლეების დაცულობას მე ვერ ვიტყვი რომ იმ დროს ეს პრეზიდენტმაც თქვა და ჩვენი გუნდის მრავალი წევრი ამბობს რომ გარკვეული გავლენისგან სასამართლო არ იყო დაცული ჩვენი ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ ეს იყო ერთ გუნდში ჩამოყალიბებული სისტემა, ერთი გუნდის პოლიტიკური ნების შედეგად ჩამოყალიბებული სისტემა და გარკვეულ გავლენას პროკურატურა რა თქმა უნდა ინარჩუნებდა სასამართლოზე. ეხლა ჩემი აზრით არის უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ სასამართლო სრულიად განთავისუფლდება. საკანონმდებლო ბაზა ამისთვის არსებობს, მთავარია რომ იყოს პოლიტიკური ნება. დღესდღეობით როდესაც საუბრობენ რომ ჩვენი გავლენის ქვეშ არის პროკურატურა, ეს მგონია უკაცრავად სასამართლო, ეს მგონია სრულიად უსაფუძვლო ბრალდება, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე ბერკეტი იმისათვის, რომ რაიმე გავლენა ვიქონიოთ სასამართლოზე. ეს ბერკეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ან განთავისუფლება, ან ზეწოლა მოსამართლეებზე, ან მათ მიმართ რაღაცა მუქარის განხორციელება, რისი უბრალოდ სურვილიც რომ მქონდეს ამის შესაძლებლობები ჩვენ როგორც ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალას არ გაგვაჩნია. ერთადერთი ვისაც შეუძლია გავლენა იქონიოს რაიმე სისტემაზე, ეს გავლენა შეიძლება იქონიოს ხელისუფლებამ, ანუ ორგანიზაციამ, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება. ეს ძალაუფლება დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სურვილიც რომ გქონდეს. ძალიან კარგი იქნება, მე ვფიქრობ, კარგია რომ ხვდებიან ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი და ბატონი კუბლაშვილი, ისინი კონკრეტულ საკითხებზე ალბათ ისაუბრებენ და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ სასამართლოს არ შეექმნება დაბრკოლება თავისუფლების გზაზე, ასე რომ ვთქვათ და მიიღებს ყოველთვის პირუცვნელ და სწორ გადაწყვეტილებებს. Ქალბატონ ხათუნა, ძალიან ხშირად საუბრობენ არჩევნების შემდეგ სამსახურებიდან გათავისუფლებებზე, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. მე მაინტერესებს თქვენ როგორც გუბერნატორი, უშუალოდ თქვენ ხარჯში თუ არსებობს გააქვთ კონკრეტული ციფრები, რამდენი ადამიანი არის გათავისუფლებული სამსახურიდან და აქვე მინდა ჩავეკითხოთ ასევე თქვენი გუნდი ძალიან ხშირად აპელირებს ხოლმე ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მხრიდან. არის თუ არა ეს აქტუალური თქვენ? იცით რა, მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ. არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაზე ჩვენს რეგიონში რა თქმა უნდა განხორციელდა რაღაცნაირი ზეწოლა, არ ვიცი როგორ ვთქვა სხვანაირად. ყველა რწმუნებული მაგალითად თიანეთის რაიონში, მცხეთის რაიონში, ყველა გამგებელი ყველა რაიონში არის შეცვლილი, რომ აღარ ვილაპარაკოთ საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელეების ძალიან დიდი ნაწილი არის განთავისუფლებული, დაკავებული თანამდებობიდან, ყველა მათგანი არის განთავისუფლებული პირადი განცხადების საფუძველზე, რაც ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. სინამდვილეში ჩვენ ვიცით ფაქტები, რომ ეუბნებოდნენ მათ, რომ რა თქმა უნდა აიძულებდნენ, რომ დაეწერათ ასეთი განცხადებები. არის კიდე დიდი ნაწილი, ვინც უბრალოდ დააქვეითეს, მაგალითად თუ იყვნენ სამსახურის უფროსები ან უფროს სპეციალისტები, რანგით დაბლა დაწიეს ეს ადამიანები, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჩვენი ხელისუფლების დროს იკავებდნენ ამ თანამდებობებს და მუშაობდნენ. თუმცა მათგან მე ნამდვილად არ ვიცი, რამდენმა პროცენტმა დაგვიჭირა მხარი არჩევნებზე. ანუ ისინი არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები და არც შეიძლება ჩვენი გულშემატკივრებიც კი.
მაგრამ როგორც ჩანს არის დასასაქმებელი უკვე თავიანთი გულშემატკივრები და ხდება მათი დასაქმება. ეხლა დაიწყო საუბარი თითქოს რომ კონკურსები უნდა ჩატარდეს რიგ თანამდებობაზე, რაც კანონით არის გათვალისწინებული, აქამდე სრულად უკონკურსოდ პირიქით მე ვიცი მაგალითად ყაზბეგის რაიონში, როდესაც კონკურსით მიღებული პიროვნებები გაათავისუფლეს ბრძანებით დაკავებული თანამდებობებიდან. სტატისტიკა თუ გინდათ ბოლოს ვერ მოგაწვით, იმიტომ რომ აი ბოლო ინფორმაცია არ მაქვს. ერთი თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ მაგალითად 162 მე მგონი თანამშრომლიდან თიანეთში 94 იყო განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან. ასეთივე აი მსგავსი მდგომარეობაა ყველა რაიონში, რაც მე ვფიქრობ, რომ არ არის კარგი შედეგი და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსულმა ძალამ, პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილება მიიღო, რომ იმ სტრუქტურებშიც დაამყაროს თავისი ძალაუფლება, რომელშიც მას არჩევნებში ჯერ არ გაუმარჯვია და ეს არჩევნები ჩვენ როგორც ვიცით 2 წლის მერეა დაგეგმილი. ქალბატონო ხათუნა, თქვენ თქვით, რომ ბრალდება იმის შესახებ, რომ სასამართლო რაღაცა კუთხით არის დაქვემდებარებაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს არის სიცრუე. თქვენი ოპონენტები ამ დროს ამბობენ, რომ თუნდაც ბოლო დროს გამოტანილი განაჩენები, ანუ აღკვეთს გულისხმობ, მე სასამართლო ყოველთვის, ანუ პროკურატურა შეიძლება შეიტანოს, რომ უნდა დაიჭირონ პიროვნება და სასამართლო ამ დროს გირაოს უფარდებს. თანაც რომ შევადაროთ, სანამ ოქტომბრის არჩევნები იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, მანამდე სასამართლო ყოველთვის აკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნებს, ანუ დგებოდა ყოველთვის ის შუამდგომლობა აკმაყოფილდებოდა, რომელსაც აყენებდა პროკურატურა. თუმცა ეს მდგომარეობა შეიცვალა რადიკალურად. ახლა უფრო მეტი არის გირაო, ვიდრე არის წინასწარი პატიმრობა. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? ამაზე გავაკეთებ იგივე კომენტარს, რაც ამის წინ მოგახსენეთ. მე ვთქვი, რომ გარკვეული გავლენის ქვეშ როგორც ჩანს სასამართლო იყო ჩვენი ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან, ხოლო ეხლა გვაქვს ის ვითარება, როდესაც ესეთი გავლენა აღარ არსებობს. რას ქვია, მინდა განგიმარტოთ, საზოგადოებასაც განუმარტო, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ან გირაოს შეფარდება. ორივე აღკვეთი ღონისძიებაა, პატიმრობაც და გირაოც. პატიმრობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ არის საშიშროება, რომ პირმა შეუშალოს ხელი გამოძიებას ან მიიმალოს. გირაოც იგივე ფუნქციას ატარებს. ამიტომ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების თუ ნებისმიერი რანგის მოხელისგან არ ხდება თავის არიდება, პასუხისგებლობის არიდება ამ ძიებისგან, ისინი ცხადდებიან პროკურატურაში, ყოველთვის ცხადდებიან სასამართლოში და პასუხისმგებლობენ ნებისმიერ კითხვას. თქვენც უნდა დაგებადოთ ეს აზრი, რომ ეს არის სწორი, თუ მათ აქვს შეფარდებული მხოლოდ გირაო და არა აღკვეთი ღონისძიება. აღკვეთი ღონისძიება შეიძლება შეუფარდო, მე როგორც მესმის, პირს, რომელიც შეიძლება დაემალოს გამოძიებას. ვერ მეტყვით ახლა ფაქტს, როდესაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, შეეფარდა ადამიანს გირაო და ის მიემალა გამოძიებას. ამიტომ მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი. იმიტომ რომ ყველა მათგანი თანამშრომლობს გამოძიებასთან. ქალბატონ ხათუნა, პრემიერმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მომხრე არის, რომ პრეზიდენტი პირდაპირ იყოს არჩეული. თქვენ რას კომენტარს გააკეთებთ, როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას და როგორ ფიქრობთ თქვენ? მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტი იყოს პირდაპირ არჩეული და მას ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია ძალთა უკეთ დასაბალანსებლად და არ იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ანუ პარლამენტიდან არჩეული. ძალიან კარგი, რომ პრემიერის მოსაზრება ემთხვევა ჩვენს ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს. ჩვენ ვიცით, რომ მის გუნდში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ამის თაობაზე, ისინი აგროვებენ კიდევაც ხელმოწერებს ამ კანონ პროექტის შესამუშავებლად, რომ მომავალში პრეზიდენტი იყოს
პარლამენტის მხრიდან არჩეული. ეს იწვევს სწორედ ჩვენს ეჭვებს, რომ ამ გუნდის სურვილი არის პარლამენტიდან აირჩიონ პრეზიდენტი, თუმცა პრემიერის გუშინდელ განცხადებას მივესალმებით, ჩვენც იგივე პოზიციაზე ვართ. ხომწენხათ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენებიც რა შევაფასოთ, იქ მოხდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქვენ რა შეაფასოთ ეს პროცესი, რაც მე შემიძლია შევაფასო მხოლოდ ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოვიდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და განაცხადა თავისი მოსაზრებები თავის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. არა მარტო მოსაზრებები, მან თქვა, რომ მასზე ის იმიტომ გაანთავისუფლეს, რომ წინა დღით გაუშვა თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებული სიუჟეტი, რომელზეც ის იყო წინასწარ გაფრთხილებული დირექტორისგან, რომ არ გაეშვა ასეთი სიუჟეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის საინფორმაციო პოლიტიკა არა ჩემგან და ჩემი პოლიტიკური ძალისგან, ან რომელიმე პოლიტიკური ძალისგან, არამედ საერთაშორისო მონიტორებისგან იყო დასახელებული როგორც ყველაზე დაბალანსებული და მათ აქვთ გადაცემული არაერთი სიგელი თავიანთი დაბალანსებული პოლიტიკის გამო. ამიტომ ასე განთავისუფლება აი ამ სამსახურის ხელმძღვანელისა, მე ვფიქრობ, რომ სწორედაც უნდა გამხდარიყო ბორდის განსჯის საგანი, სწორედ იმიტომ, რომ განთავისუფლებულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ ამ განთავისუფლებას ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ამის გამო, რა თქმა უნდა, ბორდს უნდა შეესწავლა ეს ვითარება. შემდეგ ბორდში რა განხილვა მიდიოდა ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, რა გახდა საფუძველი ბორდისთვის, რა არგუმენტები იყო წამოყენებული, წარმოჩენილი და ბორდის გადაწყვეტილებად ჩვენ ვიცით, როგორიც იყო გადააყენეს დირექტორი. შემდეგ, როგორც ვიცი, დანიშნულია კიდევ ახალი შეკრება ბორდისა, სადაც ისინი იმსჯელებენ თავიანთი ამ გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით. არ ვიცი, როგორი იქნება კენჭისყრა შემდეგ, რა იქნება მათი საუბრის თემა, ისიც არ ვიცი კარგად, ამიტომ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ არ მოხდეს ყველა მედია საშუალების ხელში ჩაგდება. ჩვენ ვიცით, რომ წინა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედია იყო პოლარიზებული, არსებობდა რადიკალურად პოზიციებით ერთმანეთისგან განსხვავებული მედია საშუალებები, როგორც სატელევიზიო, ისე რადიო, ისე პრესა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველას გვინდოდეს, რომ ყველა ტელევიზია თუ პრესა ყოფილიყო უფრო დაბალანსებული, ყოველ შემთხვევაში თავისი გემოვნების მიხედვით მოქალაქეებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ და ნებისმიერი თავისთვის სასურველი არხისთვის ეყურებინათ, ან რადიოსთვის მოესმინათ, ან გაზეთი წაეკითხათ. ანუ იყო პლურალისტული გარემო. არ შეიძლება რომ ჩვენ დაუშვათ, იმედი მაქვს, რომ თქვენც არ დაუშვებთ ჟურნალისტები იმას, რომ მომავალში მოხდეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ყველა მედია საშუალების ხელში ჩაგდება, ასე ვთქვათ, და მასზე რაღაცნაირი პოლიტიკური ზეწოლის, ვიტყოდი თუ გავლენის მოხდენა. ეს არ იქნება კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მედიის განვითარებისთვის. Გავდონ ხათმა ბოლო პერიოდში გარკვეული ცვლილების შეინიშნება რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები, შეამოწმეს კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მომავალში გაიტანენ რუსეთის ბაზარზე საკუთარ პროდუქციას. ასე მინდა თვითონ ეს ფაქტი შეაფასო და ასევე მინდა კულტურულ მხარესაც შეეხება. ერისიონი მართავს კრემლში კონცერტს. რამდენად უწყობს ხეს მსგავსი ღონისძიებები ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და დათბობას? შეიძლება რომ პრემიერმა განაცხადა, რომ ის მზად არის ოლიმპიადაზე ჩავიდეს სტუმრის სტატუსით, აი ამაზეც სოჩის ოლიმპიადაზე. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ჩემი აზრი შეიძლება განსხვავდება ბევრი სხვა ადამიანის აზრისგან, რომ ჩვენი ოკუპაცია მოხდა 2008 წელს. ჩემი აზრით, საქართველოს ოკუპაცია მოხდა 1921 წელს. და მას შემდეგ საქართველო არის ოკუპირებული, ხოლო შემდეგ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მათ დარჩათ ჩვენი ნაწილი ოკუპირებული. ეს არის სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ გვიცხადებს, რომ მისი
სახელმწიფოებრივი ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის საწინააღმდეგო. როდესაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული ევროინტეგრაცია, ევროპული კურსი, დასავლური ღირებულებები და მოკლედ რო ვთქვა და გასაგებად თავისუფლების გზა, რუსეთის დოქტრინაში წერია პირდაპირ, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს ლტოლვა დასავლეთისკენ და ლტოლვა თავისუფლებისკენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსეთთან ნებისმიერი პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებისას, იმიტომ რომ ეს რა უნდოდა პუტინს პირდაპირ ვთქვა და როგორც გნებავთ ისე გაიგეთ კი არა ვიტყოდი რუსეთის ხელისუფლებას რომ წარმოაჩინოს თელ მსოფლიოში რომ საქართველოში იყო ხელისუფლება რომელსაც დაიწყო ომი დაესხა თავს არ ვიცი სად მაგრამ თავის ტერიტორიაზე ჩვენ ტერიტორიაზე დაესხა თავს რუსულ არმიას და ამის საფუძვლად მათ გამოაცხადეს ამ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი ორი სახელმწიფო და აი ამ ყველაფრის დაბრალება უნდათ ხელისუფლებისთვის და არა თავისთვის როგორც აგრესორისთვის ამისთვის ისინი იყენებდნენ მრავალ ინსტრუმენტს ერთ-ერთი ინსტრუმენტი ასეთი მე ვფიქრობ იყო ის რომ აი ჩვენ გვაქვს კულტურული ურთიერთობა ქართველი ხალხი მე მიყვარს აცხადებდა პუტინი თუმცა იმ დროს როდესაც ბომბავდა საქართველოს მოსახლეობას და ის ასე აცხადებდა რომ თითქოს საქართველოს ყავს ერთი მოუშორებელი ჭირი მიხეილ სააკაშვილის სახით და თუ ის მას მოიშორებს ყველაფერი დალაგდება რუსეთთან სინამდვილეში ეს ასე არ არის ეს მხოლოდ პუტინის აი ამ პროპაგანდას უწყობს ხელს ჩემი მოსაზრებით როდესაც ჩვენ აღვადგეთ თუმცა არასდროს არ აგვიკრძალია და კულტურული ურთიერთობები ჩვენ პერიოდში ჩვენი მმართველობის პერიოდში ხორციელდებოდა ჩვეულებრივად იქიდანაც ჩამოდიოდნენ კულტურის მოღვაწეები და აქედანაც მიდიოდნენ არავინ მათ ხელს ამაში არ უშლიდა არასდროს როცა ეს აყვანილი არის სახელმწიფო დონეზე აი ეს მგონია რომ არის საფრთხის შემცველი ისევ პროპაგანდისტული თვალსაზრისით იმიტომ რომ სოფლიო უყურებს რომ თითქოს შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ მართლაც ერთი პრობლემა ყოფილა ძველი ხელისუფლება თორე რუსეთს და საქართველოს მანამდე არავითარი პრობლემა ერთმანეთთან არ ყოფილა და ჭრდილში გადადის თვითონ ის ფაქტი რომ საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული დღეს რუსეთს აი მხოლოდ ამ თვალსაზრისით მე არა ვარ მომხრე და არ მომწონს ეს ფაქტები, როდესაც სახელმწიფო დონეზე ადის ეს კულტურული ურთიერთობები, თორე ისე პირად კულტურულ ურთიერთობებს, ადამიანურ ურთიერთობებს არასდროს არავინ არ უშლიდა ხელს, პირიქით ჩვენ მოხსენით სავიზო რეჟიმი რუსეთთან არ გქონია, ეს რუსეთს ჰქონდა ჩვენთან სავიზო რეჟიმი და რუსეთს ჰქონდა ჩვენ მიმართ დაწესებული ემბარგო, პოლიტიკური ნიშნით და არა ჩვენ. იმ დღეს უსმენდი ბატონი კახა ბენდუქიძის გამოსვლას, რომელმაც არაჩვეულებრივად ახსნა, გააფრთხილა ჩვენი მეწარმეები და ახსნა, რას ნიშნავს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, რომ რუსეთი ყოველთვის იყენებს ამ ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის და მოყვა ძალიან სასაცილო მაგალითები, არ ვიცი სხვებს მოგისმენიათ თუ არა იმის შესახებ, როგორ დააბრაკეს მაგალითად გერმანული მანქანები, იმიტომ რომ რუსეთისთვის აღმოჩნდა მიუღებელი რაღაც დროს გერმანიაში გაკეთებული რაღაც პოლიტიკური განცხადებების გამო, აი Audi, Volkswagen და ეს BMW-ს რასაც ვეძახით, ის მანქანები აღმოჩნდა იმ ერთ დღეს მიუღებელი რუსული საზოგადოების. ასევე აუკრძალავთ ეს ძალიან ფინური რძის პროდუქტები, იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა ფინეთში გაკეთებული განცხადებების გამო, ფინეთი მოგეხსენებათ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომწოდებელი ამ რძის პროდუქტების და რუსულ ბაზარზე აუკრძალიათ მათთვის შესვლა. ასევე ყოფილა შვეიცარიული საათები, ოდესღაც კი არა, ცოტა ხნის წინ აკრძალული, თურმე სამაჯურები ყოფილა რუსეთისთვის მიუღებელი და არ ეკადრება რუსეთს შვეიცარული საათების სამაჯურები. ამიტომ ეს სფერო არის საფრთხილო მეწარმეებისთვის, როდესაც ისინი გარკვეულ თავის გეგმებს დააწყობენ თუ როგორ უნდა აწარმოონ იქ თავიანთი ეკონომიკური აქტივობა, ეს ყოველთვის საშიში იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე პასუხისგებლობის მქონე სახელმწიფოსთან, რომელიც მიჯნავს ეკონომიკურ ურთიერთობას და პოლიტიკას. არასდროს არ მიჯნავს და ყოველთვის ძალიან ხშირად იყენებს ის თავის პოლიტიკური მიზნებისთვის სწორედ ეკონომიკას.
მე ვფიქრობ, რომ სოჭის ოლიმპიადა ტარდება თუ თქვენთვის არის ცნობილი ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც დღეს საერთოდ აღარ არსებობენ. რუსეთის იმპერიამ ეს ხალხი საერთოდ გაანადგურა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც ელოდება იმ ტერიტორიას და მსოფლიოში არის გარკვეული კითხვის ნიშნები ამ ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით, განა იმასთან ჩატარდება თუ არა, არამედ არის გარკვეული პროტესტები ეკოლოგიური კუთხით და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რაც შეეხება საქართველოს, რომელიც პირდაპირ იმ ქვეყნისგან არის ოკუპირებული, ნათლად ცხადად არის ეს ყველასთვის ცხადია ეს ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი იქ მონაწილეობა უბრალოდ არ არის სწორი. თუნდაც იმ ბიჭების ხსოვნისთვის, რომლებიც შეეწირენ ამ ოკუპაციას და შეეწირენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. შემდეგ ჩვენ წავიდეთ და იქ, რა ვიცი, გინდათ სპორტული ღონისძიებები გავმართოთ, უბრალოდ არ ვიცი მე როგორ უნდა ჩავხედოთ მე როდისმე აი ამ ბიჭებს, როდესაც აღარ ვიქნებით ჩვენც აქ თვალებში. ეს არის ჩემი აზრი. მეც ესე ვფიქრობ, რომ მეც არ მომწონს ეს ფაქტი, რომ ერისიონი მიდის საცეკვაოდ კრემლში. რაღა დაგიმალოთ. იცით რა არ მესმის ხოლმე კადრებში? რამე